თუ არ ვიცით ძველი აღთქმა, ეხო უდიდესი კანონები არის და იმდენად ჩვეულებრივი მკითხველისათვის იმდენად რთული შეიძლება გზაკვალი აგერიოთ. ხო, ეგ არის ჩვეულებრივად იურიდიული, აგრარული, ეკონომიკური კანონები. მთელი ლევიტელები ეს არის კანონები, კანონმდებლობა არის ეგ. ხო, სხვანაირად ქვეყანას ვერ მართავ და განსაკუთრებით, როცა თეოკრატიულია ქვეყანა, ღმერთის მიერ არის ბოძებული კანონები. ეს ადამიანის დაწერილი კი არ არის. ადამიანის დაწერილი კანონები გარკვეული დროისთვის არის და მე უკვე ძველდება ისა, იმიტომ რომ სხვა თაობა მოვიდა სხვა იმეებით. ეს კიდე უნივერსალური არის, ეს როგორც აგრარული მათ და ნებისმიერი, თქვათ, აგრონომი თუ ის დებილი არ არის, გვეტყვის თუ ეს რატომ დაწერა ღმერთმა ესეთი რამე, რაც მანდ არის აღწერილი მიწასთან დაკავშირებით. ხო, რამდენ ხანს უნდა იყოს მიწა, როგორ უნდა მოუაროთ, რატომ უნდა იყოს რომ შევინახოთ მოსავალი და ახლა ეგ მე მგონი ნებისმიერმა უკვე იცის ელემენტარული ისა, რომ ახალის არიჭმევა ეგა შემოვინახოთ, რომელი დავთესოთ. რახეთ რა მაგარია, ეს ადამიანი ამას ვერ გააკეთებს, იცით? თავში არ მოსდეს ადამიანს ესეთი რამე. ამიტომ იცახეთ ეს წიგნი, ეს უბრალო ლიტერატურული წიგნი კი არა, როგორც ძალიან ბევრი ლიტერატორები მაგას შთაგონების წყაროთ იყენებდნენ და ერთი კაც ახლა ეგ ზნეობრივი იმი და აღდგომა არა ისა. ჩემთვის ეგ ინფორმაცია არის ყველაზე სასურველი და ის ადამიანს რატომ შურს, მე რატომ შურს ქრისტესთან რომ ადამიანები იყვნენ და მომავალში კიდევ შურს იმ ხალხის რომ იქნება ქრისტე რომ მოდის, ისინი სიკვდილს არ გაივლიან, შეიცვლებიან. აი ეს უნდა იყოს რაღაცა უცნაური რამ. ხო, ნებისმიერ დროს შეიძლება ეგ მოხდეს, მაგრამ არც ისეთი ისა ვარ ახლა მე ეგზალტირებული ქრისტიანი რომ თქვა რომ ეგ ხვალ მოხდეს, იმიტომ რომ ამის ნიშნები ჯერ არ არის. ეს კი ღმერთს ყველაფერი შეუძლია. რწმენაში ვიტოვებ რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ის არ დაარღვევს იმ თანამიმდევრობას, რომელიც ჩვენ წინ დევს თავისი სიტყვის მიერ, თუმცა ველოდებით. პავლეც ესე ელოდებოდა. მე კი არა, პავლე ელოდებოდა მეორეთ მოსვლას თავისივე ცხოვრებაში. ის ელოდებოდა და მართლაც რწმენა ეგ არის. უნდა დაელოდო. რა დიდებული რამე უნდა იყოს და მე ხო ვიცი ისტორიულად ეგ მოხდება და აი ეს ხალხი რომ მოვლენ. ხო ღმერთმა იცის ვინ როდის მოვიდეს. და რით უპირატესობენ ჩვენზე მე არ ვიცი. არ ამგონი ესენი უკეთესები იყვნენ და ან ჩვენ ვართ თუ არ ესე ამ პირიქით. მაგრამ ფაქტია რომ მოესწრება დიდი უმრავლესობა ქრისტიანებისა მეორეთ მოსვლის დროს რომ სიკვდილს არ გაივლიან. ხო და ახლა კი ჩვენ ველოდებით რწმენაში ჩვენ სიკვდილს თუ გავივლით, აღდგომის იმედი გვაქვს. იქ ქრისტესთან ისინი აი მარტო ქრისტიანებზე ალაპარაკი. სული წმინდა რო აქვს. დანარჩენები არა. იქ ქრისტესთან პირველ საუკუნეში ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ბევრმა უარყო იგი. ხო და ერთ-ერთი კითხარით სენეკა და უამრავი ხალხი. ძალიან იუდამ უარყო. ასევე იქნება მომავალში მეორეთ მოსვლის დროს უკვე დიდებით რომ მოდის ხალხი რომელიც უარყოფენ მას და არ დახვდებიან მზად. აი ვინც მზად დახვდება, ის სიკვდილს არ გაივლის. ის გარდაიქმნება. და ამის მაგალითი სახარებაშიც ხდება, როდესაც ფერიცვალების ადგილს ვკითხულობთ, როგორ იცვალა ფერი იესომ და კანდიდებული სხეული, აი მომენტალური რა. გაოცებული პეტრე და ის გახსოვთ ალბათ რა დღეში არის პეტრე, აქ ავაშენოთ კარავით, ავდგეთ ასე შემდეგ 3-1 შენ, 1 ამას. აი არ იცოდა ისა, გაგებაში არ იყო პეტრე, ადამიანური კატეგორიებით მსჯელობდა და მასში ძალიან დიდი წინააღმდეგობები იყო, ვერ გაერკვია ვინ არის მის წინ, იცის რომ ღმერთია, მაგრამ აი რა როგორ არ იცის აღდგომა, არაფერი არ იცის, ამას ადამიანი ვერ გებულობს. იმიტომ არის ჩვენ მიმდობი უნდა ვიყოთ და სადამდეც ინტელექტი გავწვდება, ის თანამიმდევრობაში მივყვეთ და დავიჩეროთ. ხლა ეზეკიელს რო ეცხადება ისეთი სურათები, რომელიც აღწერილია იქ, მოდით ეგ აღწერეთ. ან აპოკალიფსის აი ეს რასაც თვალყურს ადევნებს იოანე უცებ რა მის წინ რა ხდება. მისი უსაყვარლესი ღმერთი, ესე იგი მასწავლებელიც ღმერთიც იოანე კი მისი ერთგული მოწაფე იყო, მაცხოვარი იესო ეცხადება და აგებინებს ყველაფერს, ანახებს, აი რასაც შენ ხედავ, ჩაწერე. ამა იოანემ დაინახა ეგ ყველაფერი. და აი ეს ჩაწერილი რაც დადებულია ჩვენთან, სულ ყველაფერი არის ეს სიმბოლურებული მინიშნებებით. მხოლოდ იმ რეალობისა, რომელიც წარმოუდგა იოანეს. ადამიანური კატეგორიებით ჩვენ რომ ამას ვუდგებით, ზღაპრად მიგვაჩნია და ჩვენი სიმბოლოებით ვქეკავთ. ამიტომ არის ამდენი ინტერპრეტაციები აპოკალიფსის შესახებ. შენი წარმოდგენებით არ უნდა შეხვიდე. არ არის საჭირო. არც ზედმეტად, ესე იგი, მაქსიმალისტური იმეებით შევიდეთ. ვთქვათ და აგვერიოს სად მეტაფორებია, სად შედარებებია და სად სინამდვილე არის. არ დაურიოთ, უნდა ვიცოდეთ სად გავავლოთ ეს პარალელები და რა არის სწორად მოწოდებული. და ახლა ჩვენთან ახლა
თანამედროვე ეპოქაში რო ცხოვრობ ხალხი და თანამედროვე ნიშნავს ეხლა ვინც ცხოვრობს, ეგ არის თანამედროვე, ცოცხალი ადამიანები, ვინც არიან პლანეტაზე ეხლა. ამას უწოდებ მე თანამედროვე ეპოქას. და არა იმის პროგრესული თვალსაზრისით მე არ ხმარობ სიტყვა თანამედროვეს. ესე იგი, აი ახლა ვინც არის დედამიწაზე, ცხოვრები ხალხი არის ჩემთვის თანამედროვე. ამ პოზიციიდან, ამ თანამედროვე ცხოვრებიდან, ეპოქიდან ჩვენ ხო რაღაც ცოდნა გვაქვს. ამით ახლა როგორ უნდა მივუდგეთ ბიბლიას. სრულიად შერყვნილია ჩვენი გონება ჯერ პირველ ყოფილი ცოდვით. მერე არასწორი განათლებით. ჩვენი განათლება ეს სულთლანად დაბნელება არის და აი იმათ ისეთი განათლება ხომ არ ქონდათ იმ მოციქულებს. მათ სუფთა ქონდათ გონება, რაც არ უნდა ისწავლოს ახლა ჩვენთან კაცმა, არ არსებობს რა მოსესთან ახლა. მოსეს სულ სხვა განათლება, სულ სხვა რამე იყო იქ. ხომ? ეს შინაგანად ყველა ღვთისმოშიშია, რწმენა აქვს ღმერთის, არის ღმერთი, არის გონიერი ღმერთი და არა რაღაცა მისტიკა. ყველა ისრაელის გარდა ტერიტორიები იყო და სახელმწიფოები, ისინი ცნობდნენ ღმერთს მხოლოდ არა პიროვნულს, არამედ უპიროვნულს რაღაც და იმიტომ იყვნენ ისინი კერპთაყვანისმცემლები, თავიანთი აზრში ყავდათ ღმერთი და იმას ეთაყვანებოდნენ, როდესაც გაასაგნობრივებდნენ. გამონაკლისი იყო ისრაელის ერი. ამიტომ იყო ისრაელის, თქვენ უკვე მიცანით მე თქვენ ღმერთი ეუბნება, არაფერი არ გააკეთოთ, ჩემი სახე არ გამოხატოთ. და რა გააკეთა აარონმა. ხო? როგორი რასურათები არის ეს აღწერილი მან და ჩვენ როცა ამას კარგად ვსწავლოთ, უკვე უახლოვდებით და უახლოვდებით ღმერთის ისეთ გაგებას და დიდებას და მე უკვე თაყვანისცემა, რომ თაყვანისცემა რა სიტყვა არის, ჩვენ პატივს და თაყვანს ვცემთ ის, ვინც ღირებული და აღმატებულია. ქუჩაში მაგალითად უსახლკარო ადამიანს თაყვანს არავინ არ ასცემს. მაგრამ სამაგეროდ დიდი ადამიანი რომ მოდის შენ წინ ისეთი როგორიც არის ვთქვათ, რომელიმე კინო ვარსკვლავი იქნება თუ გამოჩენილი ლიტერატურის დარგში, ჩვენ იმას თაყვანს ვცემთ ჩვენეული ფორმით. მოწიწება გვაქვს, ახლოს მისვლა, ბაზდილობიანი გამოთქმა, შემდეგ ვთხოვთ ავტოგრაფს, ამით ვადასტურებთ ჩვენ მის აღმატებულებას ჩვენზე და ამით ჩვენ ვეთაყვანებით. ჩვენი თაყვანისცემა ამაში გამოიხატება. ხა წარმოიდგინეთ ღმერთი. ესე იგი, როგორ შეიძლება, როგორი გაგება უნდა გქონდეს ჩვენ ღმერთის, რომ არანაირად, რატომ არის ესეთი გაუცხოება მაგალითად მორწმუნესა და ღმერთს შორის? იმიტომ რომ არ არის სწორი გაგება. იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში, როგორც კი თქვენ კარები გაიღება ეხლა და თქვენ სახში შემოვა რომელიმე დიდი ადამიანი, თქვენ მომენტალურად იგრძნობთ მოწიწებას. თქვენ შიგნით რაღაცა მოდრკება და დამცირდებით თქვენ და იმას აამაღლებთ. თაყვანს ცემთ მოკლედ. პატივს და დიდებას გამოხატავთ თქვენ აი იმ ადამიანის მიმართ, ვინც თქვენ წინ არის. როგორ ფიქრობთ ახლა, რატომ არ არის რომ აი აქვე იმყოფება ის, ვინც შექმნა ამდენი რაღაცა და ჩვენ ისეთი დისტანცირებული ვართ, რომ არც განცდაზე მოქმედებს, განცდაზე უფრო მოქმედებს რომელიმე პრეზიდენტი ვიდრე ღმერთი. სააკაშვილი ისე მოქმედებს განცდაზე, სიძულვილი და სიყვარული ასე დაყვება ამას. და ეს ხომ ჩვეულებრივი მოკვდავი პიროვნება, რომელსაც არაფერი არ შეუძლია. თქვენ იცით რომ სააკაშვილს მართლა არაფერი არ შეუძლია? არაფერი არ არის მასზე დამოკიდებული. ძალაუფლების შენარჩუნებაც კი არ არის მასზე დამოკიდებული, რომ კიდე იყოს და იყოს. ერთი რიგითი ადამიანია, ხო, ჩვენსავით. რიგითი ადამიანი, უბრალოდ ჩვენს მიერ დროებით წარმოჩენილი, დაყენებული და არიქა. ხო, ასევე შიოლაშვილი. ერთი რიგითი ადამიანი, რომელიც გააწმინდავეს და უწოდეს უწმინდესი და მაშინ როდესაც ქრისტეს უწმინდესის ტიტული არ აქვს, არც მოსეს, ხო, წმინდა გამიგია მე და უწმინდესი რაღა არის. ხო, აი ეს კაცი ატარებს ტიტულებს, ხო, უწმინდესი არის. მაშინ როდესაც ბიბლიაში ყველა გამართლებული და გაწმინდავებული არის და გასუფთავებული. ესე იგი, მთელი თავი მე-5, მე-6, მე-7 თავი, მერვე თავი, ეს არის თემა გაწმენდის შესახებ. და მორწმუნე როცა კითხულობ თქვენ აი ბიბლიაზე, ჩათვალებთ რომ ამ პროცესში ხართ და უკვე განიწმინდებით. ასევე თქვენ ხართ წმინდანი. დააკვირდეთ უწმინდესი შიოლაშვილია და წმინდანები მისი მღვდლები. და სხვა ჯოგი ცოდვილები. და როგორ გამოხატავს ადამიანები? მიდიან დამძიმებულები, მართლმადიდებლური მორწმუნეები, გრძნობენ რომ ცოდვილები არიან, მიდიან ამ წმინდანებთან, როგორც არიან მღვდლები, უწმინდესთან და ეთაყვანებიან. ეს სწორი წარმოდგენაა ღმერთის შესახებ? მეგობრებო, ეს ხომ კერპთაყვანისმცემლობაა, მხოლოდ კერპის სახით ჩვენ ცოცხალი ადამიანები გვყავს. მთელი ორგანიზაცია არის და იმას თაყვანს ვცემთ ჩვენ. სად არის მათ ღმერთი? სად არის თქვენს აზროვნებაში ღმერთი? თქვათ შევეკითხებით ჩვენ მართლმადიდებელი მორწმუნეს. აბა დამიხასიათე ღმერთი. შენ ღმერთზე რა წარმოდგენა გაქვს? იცნობ ღმერთს? იმას უნდა ცე თაყვანი და არა ადამიანს, არა ხატს. და ეს კრეხელობაა, ხო?
როდესაც აი ღმერთის მაგვირად სხვას ცემ თაყვანს და ამით შენ კერპ თაყვანებს ცემელი ხარ და არაფერი ისე არ ეზიზღება ღმერთს ადამიანური სიდმით ვლაპარაკობ როგორც კერპი. ეს ცოდვა თითოლება, საერთოდ ცოდვა არის კერპ თაყვანის მცემლობა რო იცოდეთ. და კერპი არის არა მარტო რაღაცა ნივთი, არამედ აზრიც. რა აზრი გაქვს შენ ღმერთის შესახებ? და რატომ არ არის ის კერპ თაყვანის მცემლობა ხომ? არასწორი შეხედულება ღმერთზე, იგივე კერპ თაყვანის მცემლობა არის. და რომ გქონდეს სწორი წარმოდგენა ღმერთზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად არის ეს ინფორმაცია და ვინ განაცხადა ეს. ამას ახლა ფილოსოფოსები ვერ განიცხადებენ ხომ? ფილოსოფოსთან ვერ მოვძებნი მე ღმერთს. ფილოსოფოსი მოაზროვნე და დიდი მან პრო აგვამაღლოს იმ მიწიერი სინამდვილისგან, რომელსაც ვიმყოფები. და დასახოს რაღაცა გამოსავალი გზები, მართალია მომხიბლავი, ლამაზი, კარგი, მაგრამ არა სასიცოცხლო. ინტელექტის ჩარჩოებში დარჩება ეს. და აი ეს კი ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა უკვე მოწოდებული არის მხოლოდ ბიბლიაში და თავად თვითონ გვეცხადება, თვითონ. და ის ჩეული ხალხი, რომლებსაც აქვთ დავალება, რომ ჩვენამდე მოიტანონ ღმერთის სიტყვა. და მთლიანად ეს განსულიერებული არის და თავად ღმერთი იძახეს სამი სახით, ერთპიროვნული ღმერთი, მამა, სული, წმინდა, როგორ ყველაფერს ერთად აკეთებენ, როგორ მოქმედებენ და როგორ აუხსნათ ჩვენ ადამიანს, რომ ქრისტე არის, სული წმინდაც არის, მამაც არის. სხვადასხვა სამების ვარიანტები არის რომაელებშიც წერილი რომაელთა მიმართ. მაგალითად, პირველი 2-3 თავი მამის საქმიანობა არის. 4, 5, 6 თავი ეს ძის საქმიანობა არის. შემდეგი 7-8 თავი არის სული წმინდის. სამივე გაცხადებულია მანდ. ეს ხომ ჩემი ფანტაზია არ არის. თუ გულისყურით, ჩაუკირკიტდებით და შევისწავლეთ. შესწავლა უნდა საგანს ხო? და მით უმეტეს, რაც რთულია საგანი, უფრო მეტ შესწავლას მოითხოვს. რაც მარტივია საგანი, ძალიან მარტივი მითხოვნას ხო? ერთუჯერედიანი ცხოველის შესწავლა ადვილია, ვიდრე თავშად მაღალ ორგანიზებული ცხოველი შევისწავლოთ. და მით უმეტეს, ხომ, ადამიანი ცხოველზე აღმატებული უფრო რთული შესასწავლია და მარტო ნაწილობრივად ვიცით ადამიანი რა არის. მისი სომატური მდგომარეობას ვსწავლობთ ჩვენ, მაგრამ არაფერი არ ვიცით მისი ფსიქეს შესახებ. ეს დაფარული არის და ვიმტვრებთ თავს. რაოდენა აღმატებულია ღმერთი, წარმოიდგინეთ და რატომ ასეთი გულგრილი დამოკიდებულება ღმერთის შესწავლის დროს და რატომ ასეთი რუდუნებითი დამოკიდებულება მარტივი მიწიერი საგნების მიმართ. მთელი წელი, მთლიანად მთელი სიცოცხლე დაბმული ხარ სისულელეების შესწავლით. აი ეს რაც მთავარია, ყაბულდები ერთ ინფორმაციას, ან სანთლის ხელში დაჭერას, კვირაში მიხვალ, აბღავდები, რაღაცა დიეტას დაიცავ, ოთხშაბათის მარხვას, ან 1-40 და ამით ჩათვალე, რომ შენ ღმერთს აამე. ამით ხო ღმერთს არაფერი არ ჭირდება. ჩვენი სამსახური ღმერთს კი არ ჭირდება ხალხო. მოსამსახურები გააჩინა? ჩვენ გაგვაჩინა იმისათვის, რომ მასთან მითანამშრომლოთ, ვიყოთ, ვიარსებოთ, დავტკბეთ ცხოვრებით და მასთან კონტაქტი. ეს დაიკარგა რა, ამის აღდგენა, რესტავრაცია მოხდა ქრისტეს მეშვეობით. და არა ისევ სამსახურები და არიქა და არაფერი განვდიდება. თაყვანისცემა, აგერ ადამიანებს ვცემთ თაყვანს და განვადიდებთ ღედაღამე ლექსებში არის განვიდებული სტალინი, ლენინი, ნებისმიერი და საქართველო. რა ვიცი, რომ გინახიათ პოეტი რომ არ ადიდებდეს მიწიერ რაღაცას. ქალის მთელი პოეზია ზოგიძე ქალზე არის ლექსები, თავბრუდამხვევი, რას არ უძღვნიან ქალებს, აუ, პუშკინი, ტიუჩევი, რა ვიცი, რომელი ერთი ესენი ბლოკი. მაგრამ თუ განდიდება არის ჩვენი თვისება, ადამიანში მოთხოვნილება არის, განდიდება, შევცვალოთ ადრესატი, ობიექტი. რატომ ღმერთს არ განვადიდებთ? იმიტომ რომ პასუხი ნათელია. არ ვიცნობთ. ვისაც არ ვიცნობთ, ვერ განვადიდებთ. ამიტომ როცა არ ვიცნობთ ღმერთს თავის არსობით, ჩვენი აზრებით ღმერთის განდიდება კი ისეთი არის, როგორც სახეზე არის. გამოგაქვანდაკეთ რაღაცა, მივედით და დაუჩოქეთ, წავიბუტბუდეთ და გონიათ რომ დაყვანი ვეცით. იქ სანთელი ამანთეთ, იქ ვებუტო, იქ ხატს ვაკოცეთ და ამით რა ვაკოცეთ ხატს რა ლოყები გაუწით და იმას თუ რა. აი წარმოგიდგენიათ ახლა კარგად რომ ძალიან მაგრად რომ გაიაზროთ, რამხელა მკრეხელობა არის, აი კედლის კოცნა, იქ რაღაცა კარების კოცნა, ხელზე კოცნა, ბუდლისა და აიღე ხატი და დალოშნე და ჩაიხუტე გულში. თქვენ დაგინახიათ რომ ღმერთის თვალიდან ეგ. ეს ხო გზასაცდენა არის. ამ სატან აკეთებს ამას. ამიტომ არის კარგი სწორი წარმოდგენა ღმერთზე და მერე თაყვანისცემა.
თაყვანისცემა, იმიტომ რომ მოთხოვნილებაში აქვს ადამიანს. რატომ არის ემეთქე ესე იგი, ღმერთი ცოცხალი, ღმერთი დავიწყებული.